ევროპის კვირაულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად გაიმართა რიგი ღონისძიებებისა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირს, ევროპულ ინტეგრაციას, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს. ამ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ღონისძიება იყო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ილიაუნის და ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა წარმოადგინეს ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო მოხსენებები ევროკავშირთან და ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამავე ღონისძიების ფარგლებში მოხდა ჟან მონეს კათედრის მხარდაჭერით მომზადებული წიგნის ევროკავშირი როგორც გლობალური აქტორი, ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები პრეზენტაცია. ეს წიგნი ასახავს იმ სამწლიან პედაგოგიურ გამოცდილებას, რომელიც დაგვიგროვდა უნივერსიტეტში ანალოგიური სახელწოდების კურსის წაკითხვის შედეგად და ამ წიგნის მთავარი მიზანი არის ხელი შეუწყოს ევროკავშირის შესახებ, განსაკუთრებით კი ევროკავშირზე როგორც საერთაშორისო ურთიერთობების აქტორზე დისკუსიების წახალისებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარკვეულწილად ხელი შეუწყოს იმ ნაპრალის ამოვსებას, რომელიც ქართულენოვანი ლიტერატურის კუთხით არსებობს. წიგნი არის როგორც თეორიული, ასევე ემპირიული, ის აერთიანებს თეორიულ პერსპექტივებს ემპირიულ მონაცემებთან. ევროკავშირის განხილვა ძალიან კონკრეტული პერსპექტივიდან, ეს არის ევროკავშირი როგორც საერთაშორისო პოლიტიკის მოთამაშე და ის ცდილობს რამდენიმე საინტერესო მნიშვნელოვან შეკითხვას უპასუხოს, მათ შორის როგორი ტიპის გლობალური აქტორია ევროკავშირი. რა მექანიზმებით და ინსტრუმენტებით მოქმედებს ის საერთაშორისო პოლიტიკაში. როგორ აყალიბებს ის მის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რა ურთიერთმიმართებაა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის, როდესაც საქმე ეხება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებას და ზოგადად რომელ სფეროებშია ევროკავშირი შედარებით წარმატებული, როგორც გლობალური მოთამაშე და სად აწყდება, ესე ვთქვათ, ის დაბრკოლებებს მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების თუ ინტერესების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე საუბარი არის თუ რა ინსტრუმენტებს იყენებს ევროკავშირი, როდესაც მსოფლიო პოლიტიკაში მოქმედებს. რა არის ის ბერკეტები ერთგვარი, რითიც ის აღწევს მის მიზნებს და განხილულია ისეთი მექანიზმები, როგორიც არის მისი ეკონომიკური გავლენა, მისი ღირებულებითი მიმზიდველობა, ეს ნორმატიული ბუნება ევროკავშირის. ასევე საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის დემოკრატიის გავრცელების ხელშეწყობა, როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი და საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი ევროკავშირისთვის. და სხვა, მათ შორის მედიაცია, სამოქალაქო და სამხედრო მისიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლო ორ თავში განხილული არის ევროკავშირის ურთიერთობები დიდ ძალებთან, სხვა ძლიერ საერთაშორისო მოთამაშეებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ხოლო ბოლო თავი, ალბათ ჩვენთვის, ჩვენი კონტექსტში ყველაზე უფრო რელევანტური, ეს არის თავი, რომელიც ეთმობა ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების განხილვას. ამ თავში ცალ-ცალკე ქვეთავი ეთმობა ევროკავშირის ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან და საბოლოო ჯამში, როგორც დასაწყისშიც აღნიშნე, წიგნი ამ თეორიული და ემპირიული ინფორმაციის სინთეზით გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რა ტიპის საერთაშორისო აქტორია ევროკავშირი, რა არის მისი უპირატესობები მსოფლიო პოლიტიკაში და რა არის ის შეზღუდვები და დაბრკოლებები, რასაც ის აწყდება და როგორ ცდილობს ის ამ დაბრკოლებების გადალახვას.